სახელით მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. უფლისმიერ საყვარელნო, რამდენ ხანსაც არ უნდა ვიცოცხლოთ, დადგება საათი ამ სოფლიდან მარადისობაში გადასვლისა. უფალი მოუნლოდეთ მოგვიწოდებს და გვეტყვის, მაჩვენეთ თქვენი საქმეები და მიიღეთ თქვენი ჯილდო. რა პასუხს ვაგებთ მაშინ და ვეუბნებით უფალს? ბევრი ამბობს, დაკავებული ვარ ოჯახითა და ამ ქვეყნიური საქმეებით, დრო არ გვაქვს. ისე ვიცხოვრე, როგორც ვცხოვრობ და შემდეგ რაც იქნება, იქნებაო. დიახ, თქვენ ღელავ დროებით ცხოვრებასა და ჩვენს შვილებზე, მაგრამ რატომ არაფერს აკეთებთ საკუთარი სულისათვის? რატომ არ ზრუნავთ თქვენი შვილების სულისათვის? ეს არის ჩვენი უბედურება. სრულიად დაგვავისწა, რომ მოვინათლეთ მამისა, ძისა და სულიწმინდის სახელით. რომ მოარყავით სატანა და მისი ყველა საქმე, რომ ეს უარი ზეცაშია ჩაწერილი და შენახული აქვს ღვთის უკანასკნელ სამგზავრომდე. თუ ჩვენს აღთქმას არ შევასრულებთ, რა მოხდება? პასუხს გავცემთ უფალს. ისინი ვინც ეხლა ემორჩილებიან, მას მზესავით გაპრწყინდებიან. უფალი კი ეტყვის მათ, მოვედით ჩემი მამის კურთხეულნო და დაიმკვიდროთ თქვენთვის მომზადებული სასუფეველი ქვეყნის დასაბამიდან. წაიკითხეთ სულის მომგებიანი წიგნები, ნუ დაკარგავს დროს უსაქმურობაში, თხილად იყავით ადამიანებთან საუბრებში, თანაუგზად გაჭირებულებს და დღედაღამ გახსოვდეთ, რომ თქვენს მთელი საქციელს აზრებს, სურვილესა და საქმეებს ღვთის ფხიზელი თვალი აკვირდება, რომელიც სიკეთის გვინგვინს ამზადებს და ბოროტებისათვის ჯოჯოხეთის ტანჯვას. გამოასწორეთ საკუთარი თავი, შეურიგდით თქვენ შემოქმედს და აღსრულებდით მის ცნებებს. დაიწყეთ თვისმოხსოვი ცხოვრება და თქვენი გული საოცრად გაიხარებს ცხოვრების სიმცვლელების გამო. ღმერთს ყოველთვის და ყველგან შეუძლია გადაარჩინოს ისინი, ვინც მონანიებით მიმართავს მას. თხოვთ, მოუსმეთ, ანუ დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებისეული ახირების და გასამართლებლად თავხედურად ეწინააღმდეგებიან წმინდა ეკლესიას და ღვთის წმინდანების სწავლებას. ჩვენი ცხოვრება იქ ისედაც ხანმოკლეა და ეს დრო მოგვეცა მარადიული ხსნისათვის. ჩვენი ენერგია და დრო ფუჭ ლაპარაკსა და სხვადასხვა ახირებზე არ უნდა დავკარგოთ, ასეთია თავბნებობის გამო, ან სხვადასხვა უბედურება და მწუხარების გვემართება. ჩვენი ცხოვრება ამაო და სიხარულის გარეშეა. ლოცვა მშრალია და ღვთის მადლი არ გვესტუმრება გულში. ჯოჯოხეთის ტანჯვას გრძნობთ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ გვიყვარს ღმერთი. არ ვცდილობთ ღვთის ცნებების შესრულებას, არამედ მხოლოდ ჩვენ სიამოვნებასა და სრულ სიმშვიდეს ვეტრფით. თავშეკავებული ცხოვრება ეკლესიისა და წმინდა მამების რჩევისადმი მორჩილება ტვირთი კი არაა, სიხარულია. ის სავსეა ნეტარების იმედი და ეს არის ნუგეში და საფუძველი ყოველგვარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისა. მოусმინეთ თქვენ სინდის, როდესაც თუ არ უსმენთ და ვახშობთ მის მამხილებელ ხმას, ის ჩუმდება და მფარველი ანგელოზი გტოვებს. ბოლოს და ბოლოს ის ჩვენს სინდისთან ერთად გვემსახურება და მასთან ერთად გვაღვიძებს სოდვილი ძილისაგან. ადამიანის ფიზიკური განვითარება სამ ეტაპს გადის: ბავშვობა, ახალგაზრდობა, დასრულობა, ასევე სულიერი ადამიანის ცხოვრება სამი ეტაპისაგან შედგება. სულის მოქცევა, ღმერთის წმენა, ეს არის ბავშვობა. სულის განწმენდა არის ახალგაზრდობა. სულიერი ფორმირება, დასრულობა. ხშირად ადამიანი პირველ ეტაპზე ჩერდება და ღვთისაგან წმენის მიღების შემდეგ თაგანწმენდას შორდება და სულის ნებებთან ბრძოლას უარყოფს. უნდა ვახსოვდეს, რომ მეორე ეტაპის გარეშე სულის ხელახლა დაბადება შეუძლებელია. სულის გაწმენდა არის ხილული ამ ქვეყნიური ხატების, სიტყვების, საქმეების შემცირება და ღვთაებრივი სამყაროს ხატების გაზრდა, რისთვისაც აუცილებელია ლოცვა და ფიქრებთან ბრძოლა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. არის დრო ლოცვისა, არის დრო ჭამისა,
დრო მუშაობისა, ბოლოს და ბოლოს სამსახურში ყოველთვის არ მუშაობთ, ხშირად თქვენი აზრები უბრალოდ უსარგებლოდ დახეტიალებენ, ამიტომ იმარჯიშოთ და სამსახურში ყოფნისა ღმერთზე იფიქროთ. იგალოვდით, უგალოვდით გულში და ადიდებდით უფალს. ან დახმარებას თხოვეთ, იყავით პასუხისგებელი თქვენ საქმეებზე, იმუშავეთ, იმის სოდრით, რომ თავად ღმერთია თქვენი მფარველი. ღმერთის გარეშე შფოთვა და დაბნეულობა, სრული ნდობის გარეშე, სრული თავმდაბლობა არ არსებობს და სრული თავმდაბლობის გარეშე სრული სიყვარული არ არსებობს. უფლის ნდობა ნიშნავს არა მხოლოდ იმის ჯეროდეს რომ უფალი არსებობს, არამედ იმის ჯეროდეს რომ ის ცოცხალია. ყოველთვის ახლოსა წარმართავს ყველა სიტუაცია და ზურავს თქვენზე როგორც მცირე ისე დიდ საქმეებში. როდესაც ადამიანი ჭეშმარიტი დადის ღვთისთან დასწრებით მუდმივად ურთიერთობს უფალთან, მაშინ იქ როდესაც ეს კომუნიკაცია შეუძლებელია სხვადასხვა მიზეზის გამო სამსახურს ვინმესთან საუბარი და ასე, მაგრამ ახსოვს რომ უფალი აქ არის ახლოს, მაშინ მოდის სრული ნდობა და სიყვარული. ცოცხალი ღმერთი თანს დასწრებით სიარულის უგულებელყოფა პირველი მცნების დარღვევაა. სამწუხაროდ მხოლოდ მცირენი იწყებენ ქრისტეში ცხოვრებას პირველი მცნებით, უმეტესობა იწყებს იმ მცნებებით, რომლებიც მისთვის მოსახერხებელია. სწორედ ამიტომ ყველას განსხვავებული აღთქმა და წარმატებები სხვადასხვა ხარისხის არიან. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რა უყვარს ადამიანს უფრო მეტად, ღმერთის სიყვარული სამყაროში თუ ღმერთის სიყვარული ზეცაში. სამყაროში სიყვარული ნიშნავს, რომ ადამიანის გული სამყაროშია. ამ ქვეყნიურ საქმეებში, საზრუნაებში, ოცნებებსა და იზურზიებში. ესე იგი, ღმერთი არ არის მათი ცხოვრების პირდაპირი მონაწილე ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში. ის თითქოს ყოფს ყველაფერს. აქ არის ჩვენი საქმეები და აქ არის ღვთისა, მაგრამ ზეცაში ღმერთი თქვენს ყოველ საქმეში, სიტყვასა და ფიქრშია. ის ყველგან არის და ზრუნავს თქვენს უმცირეს ხმაზეც კი. მივენდოთ მას და მიცეთ უფლება წარმართოს ჩვენი ცხოვრება როგორც მას სურს და არა როგორც ჩვენ გვსურს. უფლის მიერ საყვარელო ყოველთვის არის ესეთი რა ადრეს მithქვას რომ ზრუნავთ ხშირად მეზე ეგოისტური დამოკიდებულება გაქვს, სულ რაღაცა გვინდა ვთხოვთ უფალს რაღაცას, არამედ რა არის. რისთვის მოვიდა უფალი დედამიწაზე, ჯვარზე გაეკრა ევნო ჩვენი გადარჩენისთვის და თქვა მოვედი რათა მარადიულ სასუფეველში დაგაბრუნოთ. რას ძანებს? მე ვარ სიცოცხლე, რომელიც სიკვდილს ძლევს. მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ჩემი მორწმუნე კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა ვინ ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი უკუნისამდე არ მოკვდება. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ამინ.